ირაკლი, თავისი არსით პროტესტი, რომელიც თვეები აქ გრძელდება, უწყვეტია და რაც კი გაიტესტა ბოლო წლებში არის ის, რომ საზოგადოებას ძალიან მწვავე რეაქცია აქვს პრორუსულ პოლიტიკაზე, აი ამ პროტესტის პარალელურად ქვეყანაში მსგავსი ჩემპიონატის ჩატარება. ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების დახმარებით ხდება თუ უბრალოდ წაყრუებით. მაინც რას ნიშნავს? დუმილიც და ხელშეწყობაც არის სწორედ თანაბარიდან დანაშაული ამ შემთხვევაში. არა, წაყრუებით რო არ ხდება ალბათ ფაქტია ყველასთვის, იმიტომ რომ აი ყადაღებული ფრაზა არის, რომ აი ჩელებინსკში გაღვიძება, რას ნიშნავს და ზოგი ხუმრობს ხოლმე, ხო, ამაზე სამთავრობო პროპაგანდას გულისხმობდა. სინამდვილეში თბილისში იღვიძებდა ჩემი მშობელიც და არ ვიცი, ჩვენი მშობლები იღვიძებდნენ თბილისში, მაგრამ იყო საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებული. შეიძლება თბილისოსაც მოусმინო და არ ვიცი თბილისური ქართული კერძები გასინჯო, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ ჩელებინსკში გაღვიძება რას ნიშნავდა, როცა ადამიანები საუბრობდნენ, რომ როცა შენი ქვეყანა იქნება ინტეგრირებული იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სივრცეში, რასაც მართავს კრემლი. და მათ შორის საბჭოთა კავშირის დროს რაც ხდებოდა, მის რეანიმაციას, მის ასე ვთქვათ, რევიზიას ხო ცდილობს ამ რეალობის პუტინი და ცდილობს საბჭოთა კავშირის აღდგენას, ხო, თანამედროვე ფორმებით. საქართველოს უნდა იყოს გავლენის სფერო, ხო, და არის კიდევაც უბრალოდ ბრძოლა მიმდინარეობს, ჯერ კიდევ არის ეროვნული წინააღმდეგობა საქართველოში, პოლიტიკური პარტიები არსებობს, რომელიც ეროვნულ წინააღმდეგობას წევენ, მათ შორის მედია საშუალებები არსებობენ, სამოქალაქო ჯგუფები არსებობენ, ამ ადამიანები და ჩვენ ეროვნულ წინააღმდეგობაზე დგას ის, რომ საქართველოს სრულებით არ გამختარა მართლა რუსეთის გავლენის სფერო, ხო? მათ შორის რა არის მნიშვნელოვანი, რომ მე ვარ მონაწილე გავრულოვის ღამის, პოზნერის ღამის, ვერ მოვასწარე მაშინ, ვერ მოახერხე ჩასვლა ბათუმში, როცა რუსული გემი შემოვიდა, მათ შორის რა თქმა უნდა ვართ მონაწილეები ეგრეთ წოდებული ლავროვის ოჯახის ქორწილის. ეს ყველაფერი რას მიუთითებს, ეს კონკრეტული ფაქტები ტყუილად კი არ ხდება. ჯერ ეს ერთი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ხოლმე ყოველ ასეთ ფაქტს, მაგრამ თან არის გამიზნული დივერსია რუსული, რომლის მიზანი არის, რომ საქართველოსში მოსახლეობა შეაგუოს იმას, რომ ჩვენ ვართ აი ბიზნეს as usual-ს რო იძახიან, ის ჯერ დაუბრუნდეთ ამას რუსებთან და მერე გავხდეთ ამ რუსული სფეროს ნაწილი, იმიტომ რომ როცა უკვე SWIFT-დან ჩახსნაზე მივა უკვე საქმე ისე მიდის ყველაფერი უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე და ყველაფერი კონტაქტი რაც არსებობს დასავლეთთან და ბმა გაწყდება, ამ დროს უნდა თქვათ, რომ აი ხო მართავენ აქ ხორცილებს რუსები, ხო ყიდულობენ აპარტამენტებს და ბინებს, ხო მართავენ კონცერტებს, ხო ატარებენ სპორტულ ღონისძიებებს და ალტერნატივა უკვე რომელიც სადაც უნდა ვიცხოვროთ იმ სივრცეში, რომელშიც უნდა ვიცხოვროთ, იქნება რუსული სივრცე და აქამდე რაც ხდებოდა ამდენი 10 წლის აი 30 წელზე მეტი გავიდა და მიხვდებით რომ ეხლა შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლება ჩემს სრულიად მიუღებელი არის ძალიან ბევრი მიზეზის გამო შევარდნაძის ხელისუფლების მეორე ნახევარშიც კი პოლიტიკური ნაბიჯები ისეთი იყო გადადგმული რომ ვერ ვიტყოდით რომ რუსეთისთვის ასე ვთქვათ მოსაწონი იყო ბევრი რამ ხო იყო წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა იგივე ნატოზე პირველი ოფიციალური განცხადება ანუ შეიძლება ითქვას რომ ყველაზე რუსული ხელისუფლება ყავს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რომელიც ფაქტობრივად სუვერენიტეტის დაკარგვის ზღვარზე გვამყოფებს გარდა იმისა რომ არალეგიტიმურია ეს ხელისუფლება ისიც ცდილობს ყველა ნაბიჯით, მათ შორის საკუთარი ქვეყნის დანაშაულებით, იმაში რომ ჩვენ თავდაცვის უფლება გამოვიყენეთ, ხო, რომელიც გაეროს წესდებით და ყველა საერთაშორისო დოკუმენტით გაგვაჩნია რომ დავიცვათ თავი მტრის არმიისგან. მათ შორის ის ასევე ცდილობს 9 აპრილს გადაწერასაც, დიახ, 9 აპრილზე საუბრობენ რომ თითქოს უცხოძალას ეძახიან ქართულობაზე საუბრობენ, კაცობაზე საუბრობენ და ვისაც მტრის ტრობა არასურს ის ქვეყნა და არაფერი ეს ქართული გამონათქვამია, ყველაზე ქართული გამონათქვამია და მტერს რომ სახელს ვერ დაარქვი, მაშინ ხარ ყველაზე ნაკლებად ქართული და ყველაზე ნაკლებად კაცი და როცა ეს ადამიანები ცდილობენ რომ შენ სპორტულ, კულტურულ, პოლიტიკურ გარემო შეგიცვალონ, აი ეს დივერსიები, ამ დივერსიებით ცდილობენ. ამიტომ ეს არის სრულიად გამიზნული რამ და საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არათუ უყურუებს ამას პირიქით, არის ერთ-ერთი შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი ხელშემწყობი არის რაც ვამბობ რომ ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის მისი პოლიტიკის რომ მოხდეს საქართველოს რუსიფიკაცია. იმიტომ რომ სპორტის კულტურაც რა არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და როდესაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი იქნება აი რუსეთთან ინტეგრირება კულტურულ და სპორტულ სივრცეში ეს უნდა კრემლსაც და ეს უნდა ივანიშვილსაც, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ეროვნული წინააღმდეგობა, რომელიც საქართველოშია გაჩაღებული, რომელიც ვერ გატეხეს ვერც პოლიტიკური ათეულობით პოლიტიკური ტყვის აყვანით, ვერც არადევრი მოპყრობით და წამების ფაქტებით, ვერც აი ფინანსური ნაკადების შეწყვეტით, ვერ აჩერებენ ამ ხალხს, ხო? ვერ გააჩერებენ. აი ესეთ კონკრეტული გამარჯვებები არის მნიშვნელოვანი, თუმცა ერთი დიდი გამარჯვება როცა მოხდება და ამ სიმსივნურ წარმონაქმნს, იმიტომ რომ ნამდვილად რუსული სიმსივნური წარმონაქმნი არის ქართულ ეროვნულ განმში ოცნება, აი ამ ოცნებას როცა განვიკეთავთ, მოვიკვეთავთ, აი ამის შემდგომ უკვე მე ვფიქრობ რომ დიდი გამარჯვება უკვე ნათელი იქნება რომ სპორტულ, კულტურულ და პოლიტიკურ სივრცეში